წავედით მეგობრებო ჩვენ საგუნდაოდ წავედით პარკში მე როგორც ხდა ჩემი ახალი ბაჩების ჩაცმას ვეღირსე გოგო წამოდი ბაბა მე რა მაგარი არის მე რა მიბანდა და მოგწონს თოვლი დინამშიტობის მეგობრებო მე არასდროს არ ყოლია სეკრეტ სანტა მეც მინდა სეკრეტ სანტა ბიჭებო ისეთ რა კაი გოგო ვარ რომ ნახოთ რეალურად ხოსე პურს ეიღებ დამაწობ სახეს და შეჭამთიფერი გემრიელი ბუნჩლა და საყვარელი და კაი ვარ Why can't I find you? Why have you gone away? Where are you, Christmas? Why can't I find you? Why have you gone away? My world is changing, I'm rearranging. Does that mean Christmas changes too? Where are you, Christmas? Do you remember the girl you used to know? You and I were so carefree. Now nothing's easy. Did Christmas change or just me? Where are you, Christmas? Why can't I find you? Why have you gone away? My world is changing, I'm rearranging. Does that mean Christmas changes too? Merry Christmas, Chuchucha! Merry Christmas, Chuchucha! Ამდენი ჯერ გითხარი, ნოხტოლა ოპტინი დერთან. თულა მოხტიმა შანტა. შენი აი მეგობრებო კეთა მაგ ბეკამაში რო კაცი არის იმას არც აკავს ეხლა გეკითხება. ერთად ყველამ ერთად. ოჭოჭა დღეს ჩავიხუტე შუაზე. დღეს
მე თუ არ ჩავიხუთე შუაზე მივიყო არა ბიჭო, კაცი. მე მომწერა ერთ-ერთმა წამლის იმან, რა ქვია, კლინიკა თუ რა ქვია, ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომ ძალიან გვიდაო ხუჭუჭასთანო გადავიღოთო კეტონალის ახალი რეკლამაო. არ მაინტერესებს მე რეკლამებზე არ დადივარ. ანუ ტკივილი დამაყუჩებელი კეტონალი. კოტონალი შენთვის იყოს მიგაუნები დღეს ჩაგიხუთებ შუაზე იემინე. აი ერთი იქნება იქით, ერთი იქნება იქით. დღეს შუაზე არ ქვია, მაგას ქვია შუაზე გადის. ხალხო ატივარდი ხალხო დღეს მთელი დედამისის ექიმები ლაბორატორობენ რომ ეს გოგო რა დამართა ეგ ითამაშა ხუჭუჭესთან იბლატაობდა და ტრაკი დედააბებით ქება და ცუდად გახდა. გაორმაგებაზე ხალხო გაწევი ყველა. არის ლაბორატორი ბევრი მორჩათი მაქვს. ყველა ერთად მე დღეს აქ მე TikTok-ში ვაპენავრება ვარ მორჩა. დაგდეთ, სახალხო იმის ფერას სხვანაირი არის. ეთკინა და მადლობა ნიკო. არ მიეცეს. ბიჭო, მაგ ხელისექთა ვიყავი თავზე რენტგენი გადაიღე, ჩემო კარგო. ძენი საქმე არ არის მთელი ექიმები იციან დღეს რა დაგიმართა გაორმაგებაზე შედი, რომ თლიანად შუშებენ ასე. გაორმაგებაზე ხალხო არ წავიდეს გაორმაგება ტყვილა თუ შეგიძლია იაგლეჯეთ გაორმაგებაზე იქა მადლობა მადლობა. ქექი. ხუჭუჭა ჩემი სურვილი არის მაგი მაგრამ მიჩესნათ უნდა ჩაობარა 1500 კაცი ვუყურებ რათან ქალია და მივაჩკაცი ვარ და ჯენტელმენურად ვიქცევი და გაიხარე ჩემო კარგო კი ვიცი ძალიან ჯენტლმენი ხარ შენ გეთანხმები გაიხარე ჩემო კარგო ნამდვილად კაი ადამიანი ხარ იცი მე რა ვიცი ძალიან გაფასებ ჩემო კარგო და ძალიან მიყვარხარ იცი როგორ მიყვარხარ და აი როგორი ხარ ჩემთვის როგორიც მაგალითად ქორწილის სუფრაზე ჭარხალი ტყემალში ძალიან დიდი მადლობა შენ ჩემთვის ხარ გაიხარე ჩემო კარგო ჩემთვის ხარ მარილი საჭმელის გარეშე შენ ვერ შამბიერ მაგრამ მაინც ჩაგიხოთ შუაზე ჩაგიხავს დღეს დედასაბებით კო მორჩა და გამთორდა და ეგ თამაშები დაიწყდება ბერგერი კაი მითხარი თუ ბლახა მითხარი მე ეგ თამაში გაჩუქებ ემითომ მე რა უნდა მაჩქე მე მოგიგე ეს ხელი და მომისმენე მე გიტყვი ჩასნათ მე მომისმენე არ მაინტერესა დროზე ჩააბარე ასას გეტყვი ეს მე ეგ ჩემი ციტელი ხალხი კაჩერდა პრობლემა მე აგინთებ ციტელს თუ ჩააბარებ წესიერად დავიდა მითხარი შენი სურვილი ჩემი სურვილი არის ეხლა თქვა რომ ეხლა უნდა ადგე და თქვა ფეხზე დადეკდე თქვი რომ სელენა მე ვარ შენი მონა სამჯერ ჩარბარი ხალხო მომსმენეთ ეხლა კარგად მე უნდა ჩავაბარე იმიტომ წაგებაში არა იყო ეგ იყო ციტელი ხაზის ბენზინის ნასოსი გაბუშდა არ მიდის TikTok-ის ინფორმაცია ეგრთელი თბილისის შოთა დარბარიზეს გებიცები კაჩრაბული იყო ციტელი ხაზზე არ მიდის არა უშოს ვაჩუქები ქსრული ეხლა მესიჯები მომდის დილიდან რაშობი ახალ წელს რასაპირებ რას დავაპირებდე ზივი იქნები ზივა აგერ სახში დავალაგებ სახს დევიბან დამждები აგერ ჩემთვის ახალ წელმა ყოველდღე ფული როცა მაქვს ფული რა ახალ წელი არაფერი არ მიხარი ფული არის ფული მამედირებს მარტო თუ არ დღესასწაულები კი არა თუ მაგალითად დღესასწაული ფული მამედირებს მე აბა ეს ფული თუ არ მედიერი თვალები ამდე შუბლზე ახალი წელი კი რა ყოველი დღე ჩემთვის ახალი წელია გამარჯობათ მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ 2025 წლის დადგომას. შემცირდა ცოტა, მოკლედ. მრავალს დაგასროთ ღმერთმა, ვიდეოში მინდა ვისაუბრო ჩემს
ოცნებაზე, რომელიც ავიხდინე და ჩემი ოცნება გამოიყურება აი ესე. ბაქარა დროჟი 540, რომელიც ღირს საკმაოდ ძვირი. თუ ვიყიდით, იმდოდა მეყიდა 70 მილilitrიანი, 70 მილილიტრი ღირდა 255 евро და რა თქმა უნდა ძალიან რთული არის გაიმეტო ადამიანმა ამ ხელა თანხა სუნამოში, მაგრამ როდესაც ხარ სუნამოს მოყვარული, ვფიქრობ, რომ ალბათ გაიმეტებ ადამიანი და აიხდენ ოცნებას. როგორი სუნამო არის? ხოთა შორის მინდა გითხრათ, რომ დიდი სიმპათიებით არ გამოირჩევა, როდესაც ქალბატონებს აქვთ მიბყურებული ეს სუნამო. მამაკაცებს არ მოწონთ დიდად, მაგრამ მე იმიტომ არ ვიბყურებ სუნამოს, რომ მამაკაცებს მოეწონოს. სულ ფეხებზე მკიდია ხოლმე, ვის მოეწონებოდა, ვის არა. მე მაბედნიერებს, რომ ამდის ისეთი სურნელი, რომელზეც ვაფრენ უბრალოდ. თავიდან ვიყიდე 2 მილიგრამი, რომელშიც გადავიხადე 16 евро. დასატესტად და მოკლედ პირდაპირ გავაფრინე, გავსულელდი და გავგიჟდი და აი გიხედავთ აგერ after paid ვიყიდე და ესე იგი იანვრის ბოლოს მომიწევს დავრჩემ შიერი, მაგრამ არა უშავს. როგორი სურნელი აქვს დაახლოებით ხარ მოდი ნოტებში მე ვერ შევალ, მე არა ვარ დიდად გარკვეული მაგ საკითხებში. სურნელი არის ტკბილი, ოღონდ შემაწუხებელი ტკბილი არა, ჩვენ რო ვიცით ესეთ ტკბილი არა. აი ტკბილი და გრილი სურნელი არის, ჩემი აზრით 4 სეზონზე ვაფრენ, გამოვიყენებ ამ სუნამოს. ზაფხული ზამთარ შემოდგომა, გაზაფხული არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა წახვიდე, აი ყველგან შეგიძლია გამოიყენო ეს სუნამო. ამავდროულად არის ძალიან სექსუალური და აი როგორ ქალბატონებს მოუხდება, იცით, ცოტა თავდაჯერებულ და ძლიერ ქალბატონებს მოუხდებათ ეს სუნამო, ესე ვფიქრობ, როგორიც ვარ მე რა თქმა უნდა. რომ მომივიდა შეკვეთა და გავხსენი, ვაიმე 1 საათი ვამოწმებდი, რომ მეთქი პატენტი არ შემომტენონ. იმიტომ რომ სოფლიო შეშლილი არის, არ არის გამორიცხული ორიგინალის მაგიერ შეგტენონ პატენტი და გადავამოწმე თავიდან ბოლომდე. ესეც კი მოვაძვრე, რომ შემომოწმებინა ის რაღაც ამოსაკაჩი. და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ორიგინალი არის. ვარ ძალიან ბედნიერი და მიხარია, რომ ავიხდინე ეს ოცნება. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდხანს მეყოფა ეს სუნამო, იმიტომ რომ არის ძალიან მდგრადი. აი ტანსაცმელზე თუ მიისხავთ, შეიძლება დღეები დარჩეს სუნი. თვითონ სხეულზეც, კანზეც დიდი ხანი რჩება სუნი, მაგრამ უფრო ქსოვილზე რჩება და თმაზე კიდევ. დაბანის დროსაც კი გცემს შამპუნის სუნის მაგიერ სუნამოს სურნელი. ძალიან მდგრადი სუნამო არის, ბევრი არც უნდა მიიბყუროს, 3-4 მიბყურება საკმარისია ჩემი აზრით მთელი დღისთვის. აი სადაც წახვალთ, ყველგან იგრძნობენ თქვენს სურნელს, ისეთი სურნელი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ძვირი, მე გირჩევთ, რომ არავის არ გეწყინოთ მეგობრებო, მაგრამ სუნამოები, რომელსაც თქვენ ეძახით კლონებს და რომლებიც ღირს საკმაოდ იაფი, ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. არც ეს არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის ეხა მაგალითად, მაგრამ ეგ საერთოდ არ არის კარგი. ამ სუნამოს მეგობრებო 200-300 ლარად არავინ არ მოგყიდით. ნუ გგონიათ, რომ თუ კი იყიდით 200-300 ლარიანს, იქნება ორიგინალი. არ არის ჩამოკარგება ორიგინალი. ეგ სუნამოები უმეტესად არის დამზადებული პადულებში, აიმეების პაკისტანელების და აიმეების მიერ. ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალული არის მაგ სუნამოების გაყიდვა საერთოდ და მე ყოველთვის ურჩევ ადამიანებს, რომ რაღაც მაგ გაურკვეველი რაღაც წყლის ყიდვას გირჩევნოდეთ, გეიყიდოთ ხელმისაწვდომ ფასად ზარას სუნამოები, ან თუნდაც
ლატაფას სუნამოები, ასევე არის ზიმაია და მოკლედ ძალიან ბევრი ვარიანტი არის არაბული სუნამოების, რომლებიც აკეთებენ კლონებს და ძალიან კარგი შემადგენლობა აქვს მოკლედ და ბოლო-ბოლო იცი რომ სადღაც პადვალში არ არის დამზადებული. მე მესმის თქვენი ყველას არ გვაქვს საშუალება რომ ავდგეთ და ვიყიდოთ 245 ევროიანი სუნამო. მე მგონია საქართველოში უფრო მეტი იღებს, როგორც ვიცი. მაგრამ მეც რო არ მაქვს საშუალება ზარას სუნამოებს ვყიდულობ ხოლმე, რატომაც არა. ფანტასტიკური არის. ლატაფას სუნამოები ფანტასტიკური არის. აი ეს ხამრა რო აქ ეგ მქონდა ფანტასტიკური სუნამო არის მართლა. აი უგემრიელესი არის. თავიდან თითქოს დიდად არ მომეწონა თქო, მაგრამ ეხლა რო დამიმთავრდა უკვე მენატრება მისი სუნელის მართლა გითხრათ. და მოკლედ ჩემ თავს გავუკეთე საჩუქარი საახალწლოდ და კიდე ჩემმა დაქალმა გამიკეთა საახალწლოდ ერთი ძალიან კარგი საჩუქარი. მე ვერ გავუკეთე საახალწლოდ საჩუქარი, მაგრამ ეხლა დაბადების დღე აქვს 12-ში და აუცილებლად გავუკეთებ რამე კარგ საჩუქარს. ხო და მოკლედ ძალიან მიხარია და ვარ ძალიან ბედნიერი რომ 64-ის სურნელი ამდის. ძალიან ბევრი ვილაპარაკე მე მგონი.